ვანომ რომანტიკულად დაიწყეს ყველაფერი. გამარჯობა მეგობრებო, არხის გამომწერებო, კარგო ხარ. იარაღის მოყოლებო და ნადირობის მოყოლო ხარ. აი ესეთი თოფი გვაქვს. თურქულია არმსანის გამოშვება. არმსან ფენომა, ეგ აწერია რომ ფენომა. აი აქ. მოკლედ თოფი არის ძალიან კამოფლირებული. რაც მე არ მომწონს, იმიტომ რომ შეიძლება სადმე მიაყუდოთ ბუჩქებში და ვეღარც იპოვოთ. არის ხოლმე მომენტები ნადირობის შემდეგ იპოვენ და რამე. ვისაც გონია რომ კამოფლირებული რაღაცებს დაიაროს ტყეში. ცხოველები ფერებს ვერ არჩევენ რა და იმას ფოთლებიანი გაცვია თუ წითელი გაცვია განსხვავება არ აქვს იმისთვის, მაგრამ აი თქვენი მეწყვილესთვის განსხვავება. თუ ძალიან ახართ შეფუთული და დამალული შეიძლება თოფი გაგარტყას საიდანაც. რაც ვინც მონადირები ხართ იცით, ამიტომ ნადირობის კულტურა წითელი რაღაცა ან ჟილეტი ან რაღაცა ატარეთ ხოლმე. ეს უფრო ალბათ რა ვიცი ახლა ამის მიზანი რა არის რომ ხოხობმა აფრენილმა არ დაგინახოთო თქვენ თოფი გიჭირავთ ვერ ვიგებ. მაგრამ ლამაზი არის. რაღაც ტოტები, ბუჩქები ნახეთ, აი ესეთი რაღაცაა. ვისაც აქვს ახლა გული კი არ მოგივიდეს, მე ჩემ იმას ვიძახი. საბრძოლო ძალიან მაგარია, თუ რამის დამალოს აპირეთ, მაგრამ ახლა არა მგონი ხა ნადირისთვის არსებითი მნიშვნელობა იქონდეს რა. თოფი არის მსუბუქი. არის გრძელი 76 სანტიმეტრიანი ლულა აქვს. დაფარო აქვს ძალიან მაგარი, არ ვიცი შეღებილია თუ გადაკრულია ზემოდან, მაგრამ ხელს უსმევთ რკინის შთაბეჭდილებას არ ატოვებს, ტოვებს. გეგონება პლასმასიაო რაღაც. აი ეს ადგილი. ნუ ახლა ერთ ფერში რო არ ეტყობა, მაგრამ აი ეს არის დარეზინებული რა, აი ეს. ანუ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, გაყინული ხელით რომ მოკიდოთ. ანუ სასიამოვნო დარეზინებულია რა. აი ეს პლასმასია, პლასმასი გადადის რეზინაში. აი ამ ადგილზეც ეგეთი რაღაცა აქვს. უკან თურქოს კაი კაუჩუკი აქვს და აქ აქვს შემაგრება. აი ამ ადგილას. ავი ვინც იცით ვინც არა, ავი. გეტყვით აქ რატო აქვს შემაგრება და ზოგს აქ პრიალა რაღაცაც აქვს ხოლმე რომ თოფის მომარჯვების დროს აი ეს ტანსაცმელზე ასრიალდეს. ანუ ზემოთაც რეზინა ქონდეს. აი თქვათ ესე უკუღმა დავიჭერო და გააკეთოთ რაღაცა შეიძლება ამაზე მოკედო და აღარ ამოვიდეს ტანსაცმელზე ან ჟილეტზე. ამიტომ ესეთი რაღაცა აქვს. ეხლა თვითონ თოფზე ვილაპარაკოთ. მართვის ორგანოები. რა აქვს? თვითონ სასხლეტი, აი ეს პლასმასისა აქვს, ოღონდ ყოჩაღი პლასმასი ჩანს. ცველი აქვს, მოძრაობს ესე. აი აქ ესეთი ბერკეტი აქვს. ცოტა ყოჩაღად ვერ ჩადის, მაგრამ ეგეც უნდა იყოს. იმიტომ რომ შემთხვევით რომ არ მოხდეს გადართვა იარაღის. ახლა ეს რა ფუნქციას ასრულებს? ესეთ მდგომარეობაში სროლის დროს ჩვეულებრივ გადატენის ეს ნახევრად ავტომატური თოფია გაზის უკუცემაზე მუშაობს. ინერციული არ არის. ნუ ამ თოფებზე ყოველას თავის მოსაზრება აქვს რომ ესა ჯობია თუ ისა ჯობია. მე მაგალითად ინერციული მირჩევნია. თუ ამას მეორე მდგომარეობაში დააყენებთ ეს დაბლა ჩაძიროთ. ხდება ესეთი რაღაცა გასწოვლის დროს გაისვრით აღარ გადატენის ეს ღია დარჩება. თქვათ რაღაცა ისეთი ანუ შეცვალოთ ტყვი ან რაღაცა ეს გადახსნილი დარჩა, მეორე ტყვიას პირში აღარ წაიღებს. ანუ საშუალებას მოგცემთ რომ ტყვია ჩადოთ, ამას მიაწვევით ჩვეულებრივ წაიღებს და გააგრძელებს ცოლას. ანუ ნახევრად ავტომატურიდან გადადის ძალიან ცოლაზე, ანუ ხომ მიხვდით? ჩავძირე, გავისროლე, დარჩა გაღებული, მეორე ტყვი არ წამოიღო, ჩავდით ხელით, გაუშვი და ფრინველზე ვნადირობ და უცებ ლოსი გამოჩნდა, ტყვია რომ შევცვალო და აქ რაღაცა ჩალიჩები არ დამჭიდეს. დანარჩენი აქ არაფერი ისეთი არ აქვს. აი ეს ფუნქცია ბევრ თოფს არ აქვს და ძალიან მომწონს რა, ეს ძალიან კაი ფუნქცია რა, აი ეს. შეიძლება 100 წელი გქონდეთ და არ გამოიყენოთ, მაგრამ ჯობია რომ იარაღს ეს გქონდეს და გამოიყენოს. მძიმე ტყვიების სროლა შეიძლება ამითი 50 გრამიანი ტყვიების სროლა შეგიძლიათ.
აი აქ შეხედეთ აი ამაში თობს აღარ დავშლი. აი აქ ცილინდრი აქ ესეთი ეცვლება. თუ მძიმე ტყუის სროლას აპირებს ჯობია რომ აი ეს დაუყენოთ ეს წითელი ფერისაა მძიმე რომელიც ანუ უმეტესობას ეგეთი მოყვება. ხელში არის სასიამოვნო დამიზნები წინ მწვანე შუქშემკრები უყენია რომელიც ძალიან კარგად ჩანს და ლამაზია მაგრამ ეხლა კაია მაგრამ თუ წინ სიმწვანეა და ბუჩქები და ასე შემდეგ რა ეს დაიკარგება ბუჩქებში ანუ მწვანე ფონზე მწვანე არ უნდა იყოს რა ანუ სასიხარულო მომენტი ესაა რომ აი ეს შუქშემკრები ჭხირები იყიდება შეგიძლიათ ეს გამოაწვო და წითელი დაუყენოთ ამიტომ ეს არაფერი რაც აყენია აი ახლა ამ სეზონისთვის კაია მე უკვე აღარ ისეთი რა 5 ჩოკი მოყვება ლულაზე აი ესეთი რაღაცაა ჩოკი არის ცილინდრები რომელიც ამაში იხრახნება და ლულის შევიწროებას ახდენს რაც უფრო შევიწროებული ლულა საფანტი თუ რასაც ისვით უფრო შეჯგუფულად გამოვა უფრო შორს გაფრინდება პატარა შევიწროებით გამოდის მაგრამ აი ესეთი გრძელი ლულით ჯობია რომ ალბათ ეს უფრო იხსნიან სადმე შორმანძილზე რო ისრულოთ რა ეს იქვე ამოფრენილზე რავი არ ამგონია რომ უცებ გაშაროს რა იმიტომ რომ რამხელა გულა ცილინდრი მაინც აქ რაღაცა ნაწერი ვნახე აი ტოპში 5 ვაზან ჩადის ჭიჩი აი იქიდან იდება მე-6-ე გინდა თამაში ჩადოთ მაგრამ რასაც არ გიჩებთ რა ვიცი ზოგი რავი 5 ლარიანი იმას 60 ლარის ტყუას ესვის ხოლმე და ტოპი აი ამაზე თვითონ პლასმასის არის ძალიან სასიამოვნო კიდე ერთხელ ვიტყვი რა არა თუ ამ დარეზინებულზე ამაზე რო ხელი მოგოდეთ ამაზეც კაია მოდი ვისრულოთ ხო კიდე რას ვიძახი ტყუები მაქვს ესეთი 34 გრამიანია აი აწერია 34 გრამიანი 5 ნომერი ამას ვესვი 3 ჭრილიანიდან 35 მეტრში აი ხლა აჩვენე 3 ჭრილი აქვს ამას მე გამოუცვლი ცილინდს დაუყენებ ფინდიხს ვისვრი ერთ ტყუიას და ჟაკანს ვისვრი მოკლედ ეხლა ერთ ტყუიას ჩავდებ ლაპარაკ ჯობია რომ საქმეში ვნახოთ თვითონ იარაღი როგორია რა ესეთი ტოფები მაგრამ მომწონს აი ქაღალდი დავკიდე და ვნახოთ როგორ მიაფანტავს შუაში ვესვრი ანუ ეს ხო ვესრულე ეხლა ჩვენ ამას ამოხრახეთ ნუ ყველა ვარიანტში დაარწმუნდით რომ აქ მე არაფერი არ ჩარჩა და ასე შემდეგ რა ხო იარაღი არ გაგივარდეთ ეხლა აღარ მივარო ტყუილ აქეთ იქით არ ვიარ თქვენც არ დაგტანჯოთ ეხლა ამას გამოუცვლ დაუყენებ ცილინდრს და ამ ორ ტყუიას ვისვრი ცილინდრით მოკლედ ცილინდრი დავუყენეთ ცილინდრია რომ საერთოდ არანაირი ჭრილები და რაღაცები ამას აღარ აქვს რა შევიწროებით ნუ ისვით ჟაკანს ან იმას ფინდიხს რა არ არის ეგეთი რამე რეკომენდირებული ხარ თუ ძალიან ეხლა ვანუ ამ მაშინას ჩაახედო აი თვითონ ამ ბერკეტის მოწყობილობას გაჩვენებთ აქ რა ხდება აქეთ რომ მოვწი ხედავთ აქ რავი როგორ აჩენს კვილი გამოვიდა რა რო ტყვი აღარ გამოუშვას და ანუ მეორე ტყვი არ ამოიტანოს ზემოთ ამას რო ჩაძირავთ აქეთ რო დააწვევით ეს ჩავიდა დაბლა და გახდეთ შეულებრივი ნახევართ ავტომატური ანუ ბოლოს ჟაკანს ვისვრი ეხლა თან ფინდიხს რა მივაყრი ორივეს თუ სტენზე ისვით ყურები დაიცავით გილძები აკრიფეთ ხოლმე
ერთი მანამდე აიღეს. არ დაყაროთ რა, უნება არ დააბინძუროთ. და ნადირობის დროს ვიცით თულია, მაგრამ როცა საფარში ხართ, საიდანაც ისვრით. წავიდეთ, ეხლა ვნახოთ თვითონ იქ როგორ დააზიანა. ნუ რავი, შეძლებს და გვარად შუაში უმიზნებდი რა და. აქედან ვხედავ შაკანი სად მოხვდა. ეს ქაღალდი სადაც კიდია ხე გამხმარი, ასე რომ ბუნების დამცველებს ვეტყვი რომ არაფერი არ დაგვიზიანებია. უმიზნებდი აი აქ. ნუ ეს ჟაკანი ცოტა ზემოთ მომიხვდა, მაგრამ დიდი ცხოველო ყოფილიყო, რასაც ესვრით მოვარტყავდით. 5 ნომრის გაფანტვა. სადღაც 60 სანტიმეტრი, 71-იანი ლულით. აქეთ ალბათ რაღაცა ისინი გადაფრინდა. უფრო შორმანძილზე უფრო მაგრა გაფანტავდა რა. აი აქაც ჟაკანი მოხვდა. ეს არ მოხვედრია. ანუ ეს არის შორმანძილზე იხზე სანადირო თოფი. ნუ ზოგს მარტო იხზე უყვარს ნადირობა, ან თუ სხვა რამეზეც იმას ალბათ ორი თოფი ექნება. თოფმა დაწერა კაი შთაბეჭდილება. კიდე ერთხელ ვიტყვით ეხლა ვისაც კონფლირებული რაღაც სვოთ არაფერი არ მithქი, უბრალოდ ვთქვი რომ აი ეხლა მას დავდებ აქ და ბუნებაში ჩაიკარგება. მაგრამ მე უფრო მომხრევა რომ ჩანდეს ყველაფერი. თოფი არის კაი 2000 ლარზე მეტი ღირდაო, თვითონ ეს არის აპრობირებული იარაღი და ჩემ მეგობერსაც აქ ბევრ სანადირობს, თვითონ ეს ბიჭების ნადირობენ და კმაყოფილები არიან ყველანაირად. სუბუქია, აი ხელში რო აიღეთ, ამ ხელა თოფია და სუბუქია თვითონ ბალანსი. აი სადაც ხელი გიკიდიათ, ხო გრძელი ლულა აქვს. უჭირავს, ანუ რაღაცა დაქნევები არა აქვს, არც ესე ამოქნევები, აი გიჭირავთ ხელში, აი მიდევს, არ ამაქვს ხელი მოკიდებული, პირდაპირ შეგირეთ, აიღოთ და დაუმიზნოთ. ეს თამასა არის იდეალურად გაკეთებული, სწორი, ხელის გადასმარი სასიამოვნო, არაფერი რაღაცასო წამოედოს და მიედოს და მოედოს ხორცი არ აქვს. ამ ადგილზე არ ვიცი რატომ, მაგრამ შეგიძლიათ რაღაცა დაამაგროთ რა. ან ოპტიკური სამიზნე, ან ფანარი, ან რა ვიცი. ანუ მაგის საშუალებას ეს თოფი იძლევა. დანარჩენი აბა რა გითხრათ, ით გაგახაროთ, ვისაცებად გილოცავთ, მართლა კაი თოფია. ნუ სატარებლად კიდევ გეტყვით, ეს არის საფარში, იზეთ, იხვი ამოფრინდან შორსაზის რამე და ესვრით. წარმატებულ ნადირობას გისურვებთ სულ. რაკონიერებს კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ არ მიყვარხართ და მძახართ, იმიტომ რომ ბუნებას აჩანაგებთ. ყველა კაი და პატიოსან მონადირის გაუმართოს. ამით გამოგემშვიდობთ, კარგად გრძელდებოდეთ, შემდეგ ვიდეომდე.